აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობლიშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი მასიმილიანო დანტუონოს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ და ელჩმა ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში განთავსებული აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები და სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზი დაათვალიერეს. ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ რთულ ვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის გამოწვევებზე. ასევე განიხილეს სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეულ დაბრუნებასა და პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ჩვენ მქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იტალიის ელჩთან. ჩვენ ვისაუბრეთ იმ სირთულეებზე და იმ საჭიროებებზე, რაც აქვთ ჩვენს მოქალაქეებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ასევე ვისაუბრეთ ორმხრივ მეგობრულ ურთიერთობაზე, რაც მოიცავს საგანმანათლებლო და ჰუმანიტარული კუთხით მხარდაჭერას და რაც მნიშვნელოვანია ჩვენი იძულებით გადაადგილებული დროებით დევნილი მოსახლეობის ღირსეულ დაბრუნებას თავიანთ სახლებში. ქონდა პატივი შევხვედროდი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს. ჩემთვის ეს შეხვედრა იყო შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა იტალიის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ოკუპირებული აფხაზეთის არაღიარების კუთხით. ასევე აღნიშნეთ, რომ არ ვაღიარებთ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს. შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის განათლების მიმართულებით. კერძოდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ნეაპოლის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა.